მე კი დურან და თომას დედა. ჩემი აზრით იქნება ძალიან საყვარელი, ხიარული. ვფიქრობ, რომ იქნება მოგზაური, შემოგვიყვება ქვეყნებს, ნახავ სხვადასხვა ქვეყანას. შეიძლება ფეხბურთითაც იყო დაკავებული, მინდა ფეხბურთით დაკავებული. კიდევ არ ვიცი, ალბათ იქნება ძალიან ჭკვიანი, ისწავლე რომელიმე კარგ უნივერსიტეტში, ჰარვარდი. შენ რომელი გინდა? რას ფიქრობ? არა, მე ვამბობ. ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანი და კარგი ბიჭი იქნება, გარწმუნებული. მეთაφρე. ყველაზე სასაცილო რამ, რაც ბავშვობაში გავაკეთე. სასაცილო, მე ძალიან ჭკვიანი და სერიოზული ბავშვი ვიყავი. სასაცილო ეხლა რაც ისე გამახსენდა, ალბათ თმებს თოჯინებს და იმას ყოველთვის თმებს ჭრილი თქმა, მე ეხლა გადავწყვეტე, რომ ჩემთვის ჩემი რა ესა. და დავიჭირე ეს ჩემი წინამო. ესე დავდექი საკეში, თან ამწიე კარგად წარდები, რომ დამენახა რას ვაკეთებდი და წავიჭერე ძილში თმები. ყველაზე ხსენისთვის რისთვის დაგსაჯე, მაგრამ ვიცინებოდა. რა ვიცი, ალბათ ფოდესვე დამისჭიხარ, რა იქნებოდა? ტელეფონის გამო, რომ თვითონ გქონდა ტელეფონი, კიდევ ის გამო გეჩხუბები ხოლმე. ჩუსტები თუ არ ჩაიცი. კიდევ საჭმელი თუ არ შეჭამე. ძირითადად მაგაზე უბრაზდები ხოლმე, ხო? ეს რამე სერიოზული დასჭა არ მახსოვს, შენ გახსოვს რამე? რომ რაღაც აგიკრძალე და დაგსაჯე? რამე არ დაგსაჯება, ისე წარეთ, რომ მაშინ გაბრაზდი? არა, მეც არ მახსენდება. ისა ბავშვი იყო და მე შენი მეგობარი, რას უთამაშებით ერთად? ვაიმე, იმდენ თამაშს გასწავლები და იმდენ თამაშს ვითამაშებდით. რაც შენ ახლა არ იცი. და ჩვენ ბავშვობაში რომ დაბრუნებული ყავით, ჩვენ სულ ეძში თამაშობდით ხოლმე. რეზინოვანას რო გასწავლები. ესე გადახტობას ხამელი ხდარდი ხანში. ლახტოვანას რო გასწავლები, ფეხბურთსაც გეთამაშებოდი. კალათბურთი მიყვარდა ძალიან და ფრენბურთიც, ყველა სპორტს გეთამაშებოდი. კიდე გახუჭობანა იყო. ეხლა გითამაშობ ხოლმე თქვენ ბავშვები, მაგრამ ისე არა როგორც ჩვენს ბავშვობაში. კიდე გაშეშობანას. იცი ეს თამაშები? მე თამაშებოდი? მე რო დაყვები ხოლმე ეხლა სტადიონზე და ბურთს თამაშობ, შენ მე თამაშებოდი? შენ ჩემი მეგობარი იყო. ვითამაშოთ? მე კი თეონა ანიტას თეონა. რამდენჯერ დაგიჭერდი თავი იმაზე თებში რომ დაგიშდი ჩემი გამოხდომის ხანი. სხვადასხვა გამხელი მისჯობს და თითქმის ყოველ დღე. იმიტომ რომ შენს კარგად იცი ყოველ საღამოს ჩვენ ძალიან სიძგილავთ ხოლმე იმაზე რომ მეცადინეობა დაიწყო. და ვცდილობ თავი მოვთოკო. რომ როგორმე ჩემი ემოციები ესე უარყოფითად შენზე არ გადმოვიტანო და მიგიყვანა წინამდე. როგორ ფიქრობ, მე რომ ყოფილიყავი დედა და შენ ბავშვი, როგორი მშობელი ვიქნებოდი? ჩემზე ბევრად უკეთესი და ლოიალური. დედამ ყველაფერი იციან, ასეა? დაახლოებით ასეა. ყველაფერი ვიცით თითქმის, მაგრამ მაინც არ ვიცით ყველაფერი, იმიტომ რომ თანდათან ვსწავლობთ. ნაბიჯ-ნაბიჯს ყველაფერს ვსწავლობთ. რას ფიქრობდი, როცა პირველად ნახე ჩემი ხელი დახატული ნამუშევარი კედელზე? შენ პირველი ნამუშევარი რომ ნახე, გავგიჯი სიხარულით ჯერ, მე ძალიან მომაყავდი და დავიცი ხან ეს კედელზე დავკიდე, ხან მეორეს, ხან მესამეს და ყველა მინდოდა რომ ყოფილიყო. ყველას ენახა. აბა თუ გამოიწვევს დავმალე 3 მარტისთვის საჩუქარი. საცდამდამენე და 3 მარტისთვის საჩუქარი. რა საინტერესო კითხვა. მე ვფიქრობ რომ გულში დავმალე. თითქმის გამოიცანი. შენ რომ ისე ბავშვი იყო, რას გავაკეთებდით? ალბათ დავხატავდით, მე შეიძლება მიჭიერი ვიყო. რამე შევკერავდით, გამოძერწავდით. მე შეიძლება ისე მოკეთებ ხოლმე, მაგრამ მე ცოტა დიდი ვარ. და რამე სამკაულებს ავაწყობდით. გამარჯობა, მე ნათია ვარ, ანასტასიას დედა. განსხვავება ჩემსა და შენ ბავშვობას შორის. სხვათა შორის განსხვავება არა, უფრო ერთმანეთს გავაკეთოთ.
იმითი რომ მეც ცერქი ვიყავი, მოძრავი ბავშვი ვიყავი, ერთადერთი ცნობის მოყვარი არ ვიყავი. ისე კეთილიც არის და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი და უფრო ჩვენ შორის მსგავსება ვიდრე განსხვავება. შენი აზრით რომ გავიზრდები როგორი იქნება? ჩემი აზრით ძალიან კეთილი გოგო იქნები, ძალიან მოსიყვარულე, თბილი და ასევე წარმატებებსაც მიაღწევ შენს კარიერაში. ვიცი რომ ძალიან მაგარი მოცეკვავება მოხვალ.